ეს ერთი ჩვევა არა მხოლოდ აფუჭებს შენს ძილის ხარისხს, არამედ იზრდება ცეცხლის გაჩენის რისკი პირდაპირ შენს ლოგინში და 70%-ზე მეტი ადამიანი ყოველდღე აკეთებს ამას. შეწყვიტე ტელეფონთან ერთად ძილი. კვლევების მიხედვით, ღამით საწოლში ტელეფონის გამოყენება ამცირებს ძილის ხარისხს. საწოლში თითო საათი ყოფნა მსგავს მდგომარეობაში 24 წუთით ამცირებს შენს ძილს და 59%-ით იზრდება უძილობის რისკი. ტელეფონის ლურჯი ნათების გამოსხივება არღვევს მელატონინს, ანუ ძილის ჰორმონის წარმოქმნას, რაც გვაშორებს ღრმა და ხარისხიან ძილს. და არ გეგონოს რომ ამ ყველაფრით გაშინებ, მაგრამ მინდა გითხრა რომ გასულ წელს დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. 2024 წლის ივლისში დალასელ გოგონას ბალიშის ქვეშ ტელეფონი გაუსხელდა და აალდა. 13 წლის არიელ ტოლფრიმ თქვა, რომ დაძინებიდან 3 საათის შემდეგ სიცხე იგრძნო და გაეღვიძა. მან თქვა, რომ ყველაფერი დამწვარი იყო. მისი თქმით, ტელეფონი განადგურდა, მაგრამ საბედნიეროდ ის არ დაშავდა. ექსპერტების თქმით, რაც ტოლფრის ტელეფონს დაემართა იშვიათია, მაგრამ ცხადია, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ამიტომ სანამ დაწვევი, ტელეფონი დატოვე სხვა ოთახში, ან ჩართე თვითმფრინავის რეჟიმი და დადე საწოლისგან მოშორებით, რადგან ზუსტად შენს ძილზეა დამოკიდებული შენი დილა და შენი ენერგია. გამოიწერე ჩემი გვერდი მეტი მსგავსი ვიდეოსთვის.